გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. ამ დროისთვის არქიტექტურული, არქეოლოგიური, მხატვრობის საკონსერვაციო და გარემო პირობების კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან უცხოელი სპეციალისტები, არქიტექტორ-რესტავრატორი ნიკოლა ბერლოკი და ოპიფიჩო დელე პიეტრე დურეს დირექტორი, დოქტორი ემანუელა დაფრა. წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში კედლის მხატვრობის კონსერვაციის სამუშაო ჯგუფს ემანუელა დაფრა უხელმძღვანელებს. ფლორენციის ინსტიტუტის სამი წამყვანი სპეციალისტი გელათის სამონასტრო კომპლექსში მუშაობას ოქტომბერში დაიწყებს. ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად შეფასდა არსებული ვითარება და შემუშავდა შემდგომი ეტაპების სამოქმედო გეგმა. ასევე განიხილეს ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის უნიკალური მხატვრობა დგას და განისაზღვრა კონსერვაციის სტრატეგიაც. შეგახსენებთ, რომ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში კედლის მხატვრობის მდგომარეობის კვლევის სამუშაოები 2025 წელს დაიწყო. აღსანიშნავია, რომ გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის კედლის მხატვრობის კონსერვაციის სამუშაო ჯგუფს სტივენ რიკერბი და ლიზა შეკედე ხელმძღვანელობენ. ჩვენი პატრიარქის უწმინდესი შიოს ლოცვა-კურთხევით მოგეხსენებათ, რომ განახლდა აქტიურად გელათში საკონსერვაციო სამუშაოები და დღევანდელ დღეც ამის დასტური არის, რომ ჩამოსული არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციის დირექტორი კაპიტანი ემანუელა დაფრა, რომელიც თავის ინსტიტუციით ჩაერთვება წმინდა გიორგის მხატვრობის კონსერვაციის სამუშაოებში. და მოგეხსენებათ, რომ წმინდა გიორგის კედლის მხატვრობის ჯგუფი შეკრულია, მას ხელმძღვანელობს ქალბატონი ლელნაშვილი და გამოყოფს, რომ ეს მნიშვნელოვანი ინსტიტუცია ოპიფიჩო თავის მეცნიერ ექსპერტებს, ისინი უხელმძღვანელებენ წმინდა გიორგის მხატვრობის კონსერვაციას. ოპიფიჩო დელე პიეტრე დურე, ეს ინსტიტუტი იტალიის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. ჩვენ უკვე შემოდგომიდან შევუერთდებით წმინდა გიორგის ტაძარში მომუშავე ქართველ სპეციალისტებს და დავიწყებთ საკონსერვაციო სამუშაოებს. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევაა. პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის ძეგლის ფიზიკურად შესწავლა, რომ ზუსტად დავადგინოთ, სად რა პრობლემა არსებობს. გელათი შეიკრიბა რამოდენიმე ჯგუფი და მე მგონია ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ დარგობრივი ჯგუფია. პირველ რიგში ალბათ აღნიშნავ ფერწერას და ბატონმა ნიკოლამ აღნიშნა კიდეც, რომ ფერწერა განსაკუთრებით ისეთ კრიტიკულ მდგომარეობაში იყო აქამდე, მაგრამ უკვე სტაბილურ ფაზაში ვართ. აქ გვაქვს ორი ჯგუფი. ერთი ჯგუფი მუშაობს კათალიკონში, ძირითად ეკლესიაში და ამ ჯგუფს ხელმძღვანელობს ინგლისური ჯგუფი ქალბატონი ლიზა შეკედეს და სტივენ რიკერბის ხელმძღვანელობით და მეორე ჯგუფი მუშაობს წმინდა გიორგის ეკლესიაში და დღეს სწორედ გვაქვს დიდი პატივი მივიღოთ ჩვენი ჯგუფის წმინდა გიორგის ეკლესიის ახალი ხელმძღვანელი ქალბატონი ემანუელა დაფრა, რომელიც გახლავთ სოფლიოში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უძველესი სარესტავრაციო ცენტრის ლორენცო მედიჩის მიერ დაარსებული მე-16 საუკუნის სახელოსნოს დირექტორი და ამიერიდან ის უხელმძღვანელებს სწორედ აი ამ პროცესს ქართველებთან ერთად. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ხვალ ჩამოდის კლიმატოლოგების ჯგუფი და ყავს არქიტექტურის რესტავრატორი, დაიწყო სახურავების ახთა. ეს არის ძალიან ისეთი იცით დინამიური და ძალიან ერთმანეთთან გადაჯაჭვული პროცესი. გელათის კონსერვაციის ერთიანი ჰოლისტიკური პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა. ჩვენ მქონდა შესაძლებლობა უშუალოდ შევხვედროდით ფლორენციული სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის ოპიფიჩო დელა პიეტრა დურეს გენერალურ დირექტორს და უშუალოდ მასთან გაგვევლო და დაგვეგეგმა ის სამომავლო საკონსერვაციო სამუშაოები, რომელიც განსაზღვრულია წმინდა გიორგის კედლის მხატვრობაზე. დღეს იყო ძალიან ისეთი ტექნიკური და სამუშაო შეხვედრა. ამ შეხვედრაზე ძალიან დეტალურად განვიხილეთ ყველა პრობლემა, რაც ამ ტაძარს აქვს და რაც უშუალოდ მხატვრობას გააჩნია და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზეც, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ. წმინდა გიორგის კედლის მხატვრობის ქართულმა ჯგუფმა ერთი წლის განმავლობაში 2025 წელს ვიმუშავეთ გელათის წმინდა გიორგის კედლის მხატვრობის კონსერვაციის გეგმაზე, რომელმაც მოიცვა მთლიანად ნაგებობა და მისი კედლის მხატვრობა, სრულად გაანალიზა ის საკონსერვაციო საჭიროებები და გამოწვევები, რის წინაშეც მხატვრობა ამჟამად იმყოფება და სწორედ ამ დოკუმენტმა განსაზღვრა სამომავლო ჩარევის სტრატეგიაც, რომელსაც კიდევ ერთხელ შევაჯერებთ ჩვენს უშუალო უცხოელ
კოლეგებთან ერთად და ერთიანი გადაწყვეტილების ფარგლებში, როგორც დავგეგმავთ, ასევე განვახორციელებთ ამ პროცესს. აქვე ყველა ვიზიარებთ და კარგად ვხედავთ იმ საკონსერვაციო საჭიროებებს, იმ აუცილებლობას, ჩარევის აუცილებლობას, რის წინაშეც მხატვრობა დგას და ამავდროულად ძალიან გეგმაზომიერად და კოორდინირებულად მივყვებით ამ სამუშაო პროცესს. მოგეხსენებათ, ეს არის პროცესი, სადაც სიჩქარე არ იძლევა არაფერს სასიკეთოს ძეგლისთვის. გელათის სამონასტრო კომპლექსში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის გადახურვის საკითხზე იმსჯელეს. ამ პროცესს მეთოდოლოგიურად ხელმძღვანელობს არქიტექტორ-რესტავრატორი ნიკოლა ბერლუკი. აღსანიშნავია, რომ სამონასტრო კომპლექსში ერთ-ერთ მნიშვნელოვან უბანზე წარმატებით მიმდინარეობს არქეოლოგიური კვლევები, როგორც გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ არქიმანდრიტმა კირიონ ონიანმა აღნიშნა, ამ ეტაპის სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება. დღეს შემოსულია ბატონი ნიკოლა ბერლუკი მის ჯგუფთან ერთად და ხდება დეტალური დათვალიერება ნაგებობების როგორც სტრუქტურულ დონეზე, ისე არქიტექტურულ დონეზე. მთავარი საკითხი და მთავარი მსჯელობა და განხილვა მაინც არ დაკავშირებული თუ რით უნდა გადაიხუროს გელათის ტაძარი, იმიტომ რომ ყველაზე ესეთი სენსიტიური საკითხი მაინც არის ეს ესთეტიური მხარე გელათის კათედრალის გადახურვისა. ასევე დღეს საღამოს უკვე ჩამოვლენ და ხვალიდან ძეგლზე მუშაობას დაიწყებენ ბატონი დარიო კამოფოს, პროფესორი დარიო კამოფოს ჯგუფი კლიმატოლოგიის საკითხებში, რომლებიც დამატებით მხატვრობის კათედრალში მხატვრობის ჯგუფის თხოვნით შესაბამისად დამატებით კიდე დააყენებენ ორ მზომ სენსორს, რათა კიდევ უფრო დეტალური გახდეს კათედრალში გარემო პირობების კვლევა და აქედან მოხდეს უფრო სწორი და დაწურული ანალიზის მიღება. უკვე სამუშაოები შესულია საკმაოდ სიღრმისეულ ფაზაში, ასევე არქეოლოგიაც უკვე მიუახლოვდა დასასრულს და კაფეოდ გამოჩნდა დარბაზული ნაგებობა, რითაც გვიხარია, რომ ეს უკვე რაღაც ჩამოყალიბებული შედეგია არქეოლოგიის კუთხით და მომავალშიც, რა თქმა უნდა, მოხდება ინტენსიურად ამ სამუშაოების განხორციელება, რაც საჭირო იქნება და როგორც ჩვენ ჰოლისტიკურ გეგმაშია გაწერილი. Works since ახლა სამუშაოები მიმდინარეობს კედლის მხატვრობაზე, რადგან მას ყველაზე დიდი ღირებულება აქვს. ამასთანავე ყველაზე მეტად დგას საფრთხის წინაშე. ამჟამად კეთდება წინასწარი გამაგრება და კედლის მხატვრობის მდგომარეობის სტაბილიზაცია. პარალელურად ჩვენ ვსწავლობდით სახურავებს და ვიკვლევდით მეთოდებს, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ წყლის ნებისმიერი შესაძლო შეღწევა. ამგვარად უკვე დავასრულეთ 3D ლაზერული სკანირება, ანალიზები და დიაგნოსტიკა. ახლა უნდა განვსაზღვროთ თუ რა იქნება საუკეთესო გადაწყვეტა საბოლოო გადახურვისთვის, წყლისგან დასაცავად და ინტერიერისა და კედლის მხატვრობისთვის ნებისმიერი საფრთხის თავიდან ასაცილებლად. ამ ეტაპზე ტაძარში მიმდინარეობს კედლის მხატვრობის კონსერვაცია, დასრულებულია ტაძრის მთავარი სივრცის ჩრდილოეთ მკლავის კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები მეორე, მესამე და მეოთხე რეგისტრებზე და გადასულები ვართ ტაძრის მინაშენებში, სადაც უპირველესად კეთდება ისეთი ადგილების გამაგრებები, რაც გადაუდებელი და ყველაზე დაზიანებულია. დასრულდა ასევე ტაძრის მთავარი სივრცის ჩრდილოეთი მკლავის სრულად, ტაძრის მთავარი სივრცის სამხრეთი მკლავის კამარის გადაუდებელი სამუშაოები. გადაუდებელი სამუშაოები გულისხმობს სახურავის მოხსნისათვის კედლის მხატვრობის მომზადებას, რომ უსაფრთხო იყოს სახურავის მოხსნა, თუმცა ეკუდარებში, როგორიც არის მაგალითად სამხრეთ-აღმოსავლეთი ეკუდარი და ასევე სამხრეთ-დასავლეთი ეკუდარი, მიმდინარეობს სრული საკონსერვაციო სამუშაოები კედლის მხატვრობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ანუ სრულმასშტაბიანი საკონსერვაციო სამუშაოები, რაც მოიცავს როგორც ნალესობის კონსოლიდაციას, ასევე ფერწერული ფენის გამაგრებასაც. უკვე დასრულდა 4 სახურავის ახდის პროცესი. სახურავის ახდამ გვაჩვენა ასტრატიგრაფია და რა მასალები იყო გამოყენებული შევსებებში.
ჩვენთვის ხილული გახდა ის, რომ ისტორიულად სახურავები იყო მოწყობილი ხის ძელებში და ეხლა დღეს ჩვენთან არის ჩამოსული უცხოელი სპეციალისტები, იტალიელი რესტავრატორები ბატონი ნიკოლა ბერლუკი, ნიკოლა ბეტინი და ასევე არქიტექტორი ფლავია მაინარდი. ისინი ნახავენ თუ რა გვაჩვენა სახურავების სტრატიგრაფიამ და შევიმუშავებთ შემდეგი ეტაპის ნახაზებს. ახლად მოწყობილი სახურავების მოხსნის პროცესს ხელმძღვანელობ არქიტექტორ რესტავრატორი მე, მათი სულხანიშვილი, თანამშრომლობ ნიკოლა ბელუკის ჯგუფთან და პარალელურად მიდის შესწავლა. მოხსნის პროცესში არის სხვადასხვა ისტორიული ფენები, გარდა ამისა ეს ფენები არის სველი, ასევე მიმდინარეობს ამ ფენების ფიქსაცია, როგორც ფოტოფიქსაცია, ასევე სახურავის მოხსნის შემდეგ ფოტოგრამეტრიული მოდელის შედგენა და საბოლოოდ დაგეგმილია სკანირება და უკეთესი შესწავლა. ამ ეტაპზე პარალელურად მიმდინარეობს როგორც არსებული მდგომარეობის შესწავლა, ასევე სამომავლო დაგეგმვა ახალი კონსტრუქციებისა. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში. ამ სახელწოდების პროექტის ფარგლებში მწვანე ბანაკში ახალგაზრდების მიღება მიმდინარეობს. პროგრამას გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახორციელებს. ის განკუთვნილია 15-17 წლის ასაკობრივი ჯგუფისთვის. ამ დროისთვის პროექტში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. კონკურსის შედეგად შერჩეული ახალგაზრდები მწვანე ბანაკის კლიმატის ელჩები გახდებიან. ორგანიზატორთა განმარტებით პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში გარემოს დაცვითი საკითხებისა და კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. პროექტი კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში გარემოს დაცვითი საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს მწვანე ბანაკი კლიმატის ელჩების პროგრამას თავაზობს, რომელიც გარემოს დაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის მიერ 2022 წლიდან ხორციელდება. წელს რიგით მე-6 ბანაკი ჩატარდება დაბა ბაკურიანში, რომელიც 23 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. რაც შეეხება პროექტის მიზანს, პროექტი განკუთვნილია გარემოს დაცვის საკითხებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, რომელთაც ბანაკი შესაძლებლობას მისცემს ერთი კვირის განმავლობაში სიღრმისეულად შეისწავლონ ისეთი საკითხები, როგორიც არის კლიმატის ცვლილება, ნარჩენების მართვა, ბიომრავალფეროვნების დაცვა, ასევე წყლის რესურსებისა თუ ატმოსფერული ჰაერის დაცვა და სხვა მრავალი გარემოს დაცვითი საკითხი. რაც შეეხება მონაწილეთა შერჩევას, შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად, შერჩევა 50 ახალგაზრდა 15-17 წლის საქართველოს სრული მასშტაბით. პირველ რიგში მათ უნდა გამოგზავნონ აპლიკაცია, რომელიც განთავსებულია გარემოს დაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის გვერდზე, ხოლო აპლიკაციების გაცნობის შემდგომ და გადარჩევის შემდგომ მოხდება უკვე გასაუბრების ეტაპი. ასევე ბანაკი მიესალმება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებს და მათ მონაწილეობას ბანაკში. აღნიშნავ, რომ პროექტში მონაწილეობა უფასოა. პროექტში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 25 ივნისს დასრულდება. მწვანე ბანაკის კლიმატის ელჩები ერთი კვირით ბაკურიანში გაემგზავრებიან.